ჩვენი მზის სისტემის ყველაზე შორეულ ნაწილში, ნეპტუნის ორბიტის მიღმა, არსებობს პატარა და ძალიან ცივი სამყარო, რომელსაც მზის სითბო თითქმის არ წვდება. და ეს პლუტონია. ის დედამიწიდან ძალიან შორსაა და მზის სინათლეც კი იქამდე ძლივს აღწევს. ბევრი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებს ამ საიდუმლო სამყაროს შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდნენ. სინამდვილეში იმ დროის ტელესკოპების უმეტესობით ის უბრალოდ პატარა და ბუნდოვანი სინათლის წერტილი იყო უსასრულო კოსმოსში. ამიტომაც ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა. სინამდვილეში რამდენად დიდია ის, როგორია მისი ზედაპირი და კიდევ რა საიდუმლოებებს მალავს ის. წლების განმავლობაში, როცა ასტრონომების ტექნოლოგია უმჯობესდებოდა, პლუტოს გარშემო არსებული საიდუმლოებები ნელ-ნელა იხსნებოდა. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ პლუტო მარტო არ აქვს. ეს არის სამყარო, რომელიც კოსმოსის სიბნელეში მოგზაურობს. დიახ, მასთან ახლავს ერთი უცნაური ციური სხეული, რომელიც თითქმის მისი ნახევარი ზომისაა. და ეს არის ქარონი. პირველი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მთვარეა, რომელიც პლუტოს გარშემო ბრუნავს. მაგრამ რაც უფრო მეტად სწავლობენ მას მეცნიერები, მით უფრო ირკვევა, რომ მათი ურთიერთობა ჩვეულებრივი არ არის. სინამდვილეში ზოგი ასტრონომი ფიქრობს, რომ ისინი ორივე ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ გრავიტაციის უცნაურ ცეკვაში და მხოლოდ მათ აქვთ ასეთი ნიმუში და მთელ მზის სისტემაში მათ მსგავსი არავინ ხავთ. მაგრამ კითხვა ისაა, როგორ აღმოაჩინეს ეს საიდუმლოებით მოცული სამყარო და როგორ შეცვალა ქარონმა ყველაფერი, რაც პლუტოზე ვიცოდით. და როგორი ჩანს ქარონი. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, თხოვთ დაალაიკოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. ყველაფერი ასე დაიწყო. ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში აშშ-ს საზღვაო ობსერვატორიაში ასტრონომი სახელად ჯეიმს კრისტი. უბრალოდ ატარებდა პლუტოს ძველი სურათების ჩვეულებრივ ანალიზს. მისი მიზანი იყო პლუტოს ზუსტი მოძრაობის შესახებ გამოთვლების გაუმჯობესება. როდესაც ის ფოტოგრაფიულ ფირფიტებს ამოწმებდა, რაღაც უცნაური შენიშნა. ნათელი წერტილის ნაცვლად პლუტოს ზოგიერთ სურათზე თითქოს ამობურცული ან გამოშვერილი ნაწილი ჰქონდა ერთ მხარეს. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ კამერის დეფექტს ან ატმოსფერული პირობების გავლენას ჰყავდა, როცა სურათი იღებდნენ. ძმაო. სინამდვილეში იმ სურათებიდან ბევრი უკვე მონიშნული იყო როგორც დეფექტური ან დაბალი ხარისხის, მაგრამ კრისტი არ იყო დარწმუნებული. მას გამოცდილება ჰქონდა ეგრეთ წოდებული ორმადი ვარსკვლავების შესწავლაში. ვარსკვლავების, რომლებიც ერთ სისტემაში ერთად არიან. ამიტომ მას კარგად ესმოდა უცნაური ნიმუშები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ერთ გამოსახულებაში ორი ობიექტი ერთმანეთთან ახლოსაა. ის კიდევ უფრო დაინტერესდა, როცა შენიშნა, რომ იმავე სურათზე სხვა ვარსკვლავები პატარა იყო და არ იყო დამახინჯებული. თუ ტელესკოპს ან დედამიწის ატმოსფეროს პრობლემა ექნებოდა, სურათზე ყველაფერი უნდა დაზიანებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მხოლოდ პლუტოს ჰქონდა უცნაური ფორმა. სწორედ აქ დაიწყო წარმოუდგენელი შესაძლებლობის გაჩენა. რა მოხდება თუ ეს კამერის დეფექტი არ არის? რა მოხდება თუ პლუტოს მართლაც ყავს თანამგზავრი? ამის დასადასტურებლად კრისტიმ გადახედა მრავალი წლის არქივში შენახულ დაკვირვებებს. მან შეისწავლა ძველი ფოტოები, რომლებიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებიდან იყო და ამის გამო თანდათან გამოვლინდა ერთ და იგივე ნიმუში. უცნაური ამობურცულობა მრავალჯერ ჩნდებოდა პლუტოს გარშემო სხვადასხვა პოზიციაზე. თავის კოლეგასთან რობერტ ჰარინგტონთან ერთად მან მრავალი წლის დაკვირვების მონაცემებით დააკვირდა მის მოძრაობას. ფრთხილად ანალიზის შემდეგ გამოვლინდა მნიშვნელოვანი შედეგი. აღმოჩნდა, რომ ეს იდუმალი ობიექტი პლუტოს გარშემო ბრუნავს დაახლოებით ყოველ 6.4 დღეში ერთხელ. და რაც კიდევ უფრო გასაკვირია, მისი ბრუნვის სიჩქარე თითქმის ზუსტად ემთხვევა თავად პლუტოს ბრუნვის სიჩქარეს. ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის. ცვადია მათ აღმოაჩინეს ახალი სამყარო, უზარმაზარი მთვარე, რომელიც გრავიტაციით პლუტოსთანაა დაკავშირებული და გალაქტიკაში უცნაურ ცეკვაში მონაწილეობს. თავდაპირველად მას დროებითი სახელი ეს 1978 P1 დაარქვეს, მაგრამ მოგვიანებით კრისტიმ შემოგთავაზა სახელი ქარონი. მისი ინტერვიუების მიხედვით ეს სახელი აღებულია მისი მეუღლის შარლინის მეტსახელიდან, რომელსაც ის ჩარს ეძახდა. მან დაამატა სიტყვა on, რომელიც ხშირად ხვდება ფიზიკის ტერმინებში. თუმცა კიდევ ერთ საინტერესო დეტალიც არსებობს. მისი წინადადების შემდეგ მან გაიგო, რომ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჩარონი იყო მენავე, რომელიც სულებს ქვესკნელში, ღმერთ პლუტოს სამეფოში გადაჰყავდა. თითქოს სახელი თავიდანვე იყო განსაზღვრული. 1986 წელს მას ოფიციალურად ცნო საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა.
ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტად სწავლობდნენ ასტრონომები პლუტოსა და ჩარონის სისტემას, მით უფრო ხვდებოდნენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პლანეტა და მთვარე, როგორც მზის სისტემის სხვა ნაწილებში ვხედავთ. სინამდვილეში სწორედ აქედან დაიწყო მეცნიერთა მთელი შეხედულების შეცვლა პლუტოზე. მას შემდეგ, რაც ჩარონის არსებობა დადასტურდა, მკვლევრებს მიეცათ შესაძლებლობა უფრო ზუსტად გაეზომათ მათი სისტემის საერთო მასა, ჩარონის პლუტოს გარშემო მოძრაობის მიხედვით და შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობდა, რომ პლუტო უფრო დიდი და მძიმე იყო, ვიდრე სინამდვილეშია. მაგრამ როდესაც ახალი გამოთვლები გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ პლუტო ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩვენი მზის სისტემის უმეტესობა პლანეტების. მოულოდნელად ნათელი გახდა, რომ პლუტო დედამიწის პატარა ვერსია არ იყო, არამედ ეს იყო უცნაური კაპენული სამყარო, რომელსაც თავისი შექმნის ისტორია აქვს. მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ის, რაც ჩარონზე გაირკვა. მთვარისთვის ის ძალიან დიდია იმ პლანეტასთან შედარებით, რომელსაც უვლის გარშემო. უმეტესობა პლანეტისა და მათი თანამგზავრების სისტემებში მთვარე ძალიან პატარაა დედაპლანეტასთან შედარებით. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთვარე ძალიან დიდია, როცა დედამიწიდან უყურებთ, მისი წილი მაინც ძალიან მცირეა ჩვენი პლანეტის მთლიანი მასისთან შედარებით. პლუტოსა და ქარონის შემთხვევაში კი სხვანაირი სიტუაცია, ისინი თითქოს ორი თანაბარი ზომის პარტნიორია, რომლებიც ერთმანეთს უტრიალებენ. ამის გამო მათ სისტემაში უჩვეულო რამ ხდება. ჩვეულებრივ პლანეტასა და მის თანამგზავრს შორის გრავიტაციის ცენტრი თავად პლანეტის შიგნით მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ თანამგზავრი ნამდვილად ბრუნავს, ხოლო პლანეტა მხოლოდ ოდნავ ირხევა. მაგრამ პლუტოსა და ქარონის შემთხვევაში ეს ცენტრი მათ შორის ცარიელ სივრცეშია. მარტივად რო ვთქვათ, არა მხოლოდ ქარონი ბრუნავს პლუტოს გარშემო, ორივე ისინი ბრუნავენ კოსმოსში არსებულ უხილავი წერტილის გარშემო. წარმოიდგინე ორი ადამიანი, რომლებიც ხელჩაკიდებულები ბრუნავენ საცეკვაო მოედნის შუაგულში. არც ერთი მათგანი ნამდვილად არ დგას ერთ ადგილზე. ორივე ისინი მოძრაობენ ერთი და იმავე ცენტრის გარშემო. ზუსტად ასე ხდება პლუტო-ქარონის სისტემაში. და მათი უცნაური ურთიერთობა ამით ამთავრდება. კიდევ ერთი ფენომენია, რომელიც იშვიათად გვხდება ასეთ დონეზე, თუ დავაკვირდებით ჩვენს მთვარეს, მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც დედამიწისკენ არის მიქცეული. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ბრუნვის სიჩქარე საკუთარ ღერძზე და დედამიწის გარშემო ერთნაირია. ამას უწოდებენ მოქცევით ჩაკეტვას. მაგრამ პლუტო და ქარონი ამაზე უფრო ძლიერად არიან დაკავშირებული. ისინი ორივე ერთმანეთის მიმართ მოქცევითად ჩაკეტილები არის. ეს ნიშნავს, რომ როცა ქარონი უყურებს პლუტოს, პლუტოც ასევე უყურებს ქარონს. თუ ასტრონავტი დგას იმ მხარეს, რომელიც ქარონისკენ არის მიმართული, ის ყოველთვის დაინახავს ქარონს ცაში უძრავად. ის არც ამოვა და არც ჩავა. ის გავს უზარმაზარ წრეს, რომელიც მუდმივად კიდია ცაში. ამავე დროს თუ პლუტოს მეორე მხარეს ხარ, ქარონს არასდროს დაინახავ, არც ერთხელ, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ასე ძლიერად არიან ისინი გრავიტაციულად დაკავშირებულნი. ამ უცნაური თვისებების გამო ბევრმა ასტრონომმა კითხვების დასმა დაიწყო. სწორია კი ქარონის მხოლოდ მთვარის წოდება. თუ უფრო სწორია, რომ ისინი ორი თანაბარი სამყაროა, რომლებიც ერთად ბრუნავენ კოსმოსში. 2000-იანი წლების დასაწყისში ეს კითხვა მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მზარდი დებატებისა პლანეტის სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. როდესაც კაიპერის სარტყელში ნეპტუნის ორბიტის მიღმა უფრო და უფრო მეტი დიდი ყინულოვანი ობიექტი აღმოაჩინეს, სამეცნიერო საზოგადოებას კიდევ უფრო გაუჭირდა აეხსნა, რატომ იყო პლუტონი განსაკუთრებული სხვებთან შედარებით. და აქ მნიშვნელოვანი გახდა მონაცემები ხარონისგან. ამან აჩვენა, რომ მზის სისტემა უფრო რთულია, ვიდრე ის მარტივი კატეგორიები, რომელსაც მაშინ მეცნიერები იყენებენ. 2006 წელს 2006-ში საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა სერიოზულად განიხილა პლუტონისა და ხარონისთვის სხვადასხვა შესაძლო კლასიფიკაცია. იყო რამდენიმე წინადადებაც კი, რომ ისინი ორმაგ პლანეტად ჩაეტვალათ. მაგრამ როცა დებატები გრძელდებოდა, კიდევ უფრო დიდი გადაწყვეტილება ახლოვდებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ პლუტონის სტატუსს შეცვლიდა. ეს შეცვლიდა მთელი მსოფლიოს შეხედულებას იმაზე, თუ რას შეიძლება ვუწოდოთ პლანეტა. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი კითხვა, რომელიც ასტრონომებს დიდი ხანია აწუხებთ. თუ პლუტონსა და ქარონს შორის ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობაა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული ახსნა იყო უზარმაზარი შეჯახება მზის სისტემის დასაწყისში. ამ მოდელის მიხედვით უზარმაზარი ყინულიანი ობიექტი პლუტონს შეეჯახა მილიარდობით წლის წინ. დარტყმის ძალის გამო მასალები galaktikაში დაიფანტა და შემდეგ შეიკრიბა, რათა ჩამოყალიბებულიყო ქარონი. პირველ შეხედვაზე ეს იდეა გონივრულად ჯრერს. ასევე ეს არის მეცნიერების მთავარი ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ჩვენი მთვარე.
მას შემდეგ რაც ახალგაზრდა დედამიწას გიგანტური ობიექტი შეეჯახა, თუმცა კომპიუტერული სიმულაციები რო უმჯობესდება და პლუტონისა და ქარონის შემადგენლობის შესწავლის შესაძლებლობები ფართოვდება, გარკვეული პრობლემები იწყებს გამოჩენას. ისინი ხომ დედამიწას არ გვანან. პლუტონი და ქარონი ძირითადად ყინულისა და ქვისგან შედგება. ამის გამო ისინი ძლიერ შეჯახებაზე სხვანაირად რეაგირებენ, ვიდრე უფრო დიდი ქანოვანი პლანეტები. აქ დაიწყო ახალი იდეის გამოჩენა, რომელსაც ზოგიერთი პლანეტარული მეცნიერი სწავლობს. მძიმე განადგურების ნაცვლად შესაძლებელია ამ ორ უძველეს სამყაროს შორის პირველი შეხვედრა უფრო რბილი ყოფილიყო. ზოგიერთი თანამედროვე სიმულაციის მიხედვით შესაძლებელია კუიპერის სარტყელში ორ ახლოს მდებარე სხეულს შორის ნელი და ზედაპირული შეჯახება მოხდა. ისინი მაშინვე არ დაიშალნენ. ამის ნაცვლად შესაძლებელია ისინი დროებით შეერთდნენ, სანამ კოსმოსში ბრუნავდნენ და შემდეგ ისევ გაიყარნენ. ეს გავს ორ მანქანას, რომლებიც დაბალ სიჩქარეზე სუბუქად შეეჯახნენ და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა. გარდა იმ განსხვავებისა, რომ ამ შემთხვევაში ისინი საბოლოოდ ვერ გათავისუფლდნენ ერთმანეთის გრავიტაციისგან. მას შემდეგ ისინი ერთად დარჩნენ მუდმივ გრავიტაციულ პარტნიორობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოშობის ზუსტი დეტალები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩანს დაკვირვებებიდან. პლუტოსა და ქარონის შემადგენლობა განსხვავებულია. პლუტოზე ქვის პროცენტი უფრო მაღალია, ხოლო ქარონზე უფრო მეტი ყინულია. ბევრი მკვლევარისთვის ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უბრალოდ ერთი და იმავე ნივთიერების ნაზავი არ არიან, რომელიც ძალიან ცხელი შეჯახების შემდეგ წარმოიქმნა. შესაძლოა მათ საკუთარი იდენტობა ჰქონდათ მანამდე, სანამ ისინი კოსმოსში წყვილად იქცეოდნენ. მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო მაშინ, ერთი შედეგი თითქმის დარწმუნებულები არიან მეცნიერები. უზარმაზარი ენერგია წარმოიშვა, როცა გრავიტაცია მათ ახალ ურთიერთობას აყალიბებდა. როდესაც მათი ორბიტა და ბრუნვა ნელ-ნელა იცვლებოდა, ორ სამყაროს შორის ძლიერი ხახუნი წარმოიშვა. და ეს ხახუნი სითბოდ გადაიქცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მზის სისტემის იმ უკიდურესად ცივ ნაწილში, სადაც ისინი მდებარეობენ, ნებისმიერი დამატებითი სითბო შეიძლება მთლიანად შეცვალოს პლანეტის ან მთვარის ისტორია. ბევრი პლანეტარული მოდელი მიიჩნევს, რომ ამ სითბომ შეიძლება შეასუსტა ჩარონის შიგნით არსებული სქელი ყინული. მის გაყინული ზედაპირის ქვეშ, შორეულ წარსულში შეიძლება წარმოქმნილიყო უზარმაზარი მიწისქვეშა ოკეანე. ოკეანე, რომელიც ადამიანს არასოდეს უნახავს. ოკეანე, რომელიც დამალულია კილომეტრობით ყინულის ქვეშ. და თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს, რომ ჩუმი. სამყარო, რომელსაც დღეს ხედავთ, ოდესღაც ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე უმეტესობას ჰქონია. ბევრი ათწლეულის განმავლობაში მისი აღმოჩენის შემდეგ, ქარონი დედამიწის ტელესკოპებში მხოლოდ ბუნდოვანი წერტილი იყო და არავინ იცოდა სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა იგი. არავინ იცოდა, იყო თუ არა აქ მთები, კლდეები ან ძველი გეოლოგიური აქტივობის კვალი. შემდეგ დადგა ისტორიული მომენტი. 2015 წლის 14 ივლისს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა ჩაუარა. პლუტოს სისტემაში თითქმის 10 წლიანი მოგზაურობის შემდეგ კოსმოსში. პირველად კაცობრიობამ ახლოდან იხილა პლუტო და ქარონი. და ნაჩვენები ფოტოები ბევრად უცნაური იყო, ვიდრე რომელიმე მეცნიერს წარმოედგინა. მარტივი ყინულოვანი ქანის ნაცვლად ქარონი გამოჩნდა როგორც სამყარო, რომელსაც საკუთარი რთული ისტორია აქვს. სამყარო, რომელიც როგორც ჩანს, ოდესღაც შიგნით უზარმაზარ ცვლილებებს განიცდიდა და იმ უძველესი არეულობის კვალი დღემდე ამოთვიფრულია ამ იდუმალი მთვარის ზედაპირზე. როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი სურათები, ერთი რამ მაშინვე ნათელი გახდა. ჩარონის წარსული მშვიდი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთვარე ახლა ცივი და უსიცოცხლოა, მისი ზედაპირი სავსეა უძველესი კატასტროფების კვალით, რომლებმაც ოდესღაც შეძრეს მისი მთელი სამყარო. ჩარონის ზედაპირის მრავალ ნაწილში ჩანს უზარმაზარი ბზარები, გრძელი კლდეები და ღრმა ხეობები, რომლებიც ასეულობით კილომეტრზე ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი იმდენად ვრცელია, რომ მათი ნამდვილი ზომის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. არსებობს რეგიონები, რომელთა სიგრძე 1000 კილომეტრზე მეტია, ხოლო ზოგიერთი კლდე უფრო ღრმაა, ვიდრე დედამიწაზე არსებული მრავალი ცნობილი კანიონი. მაგრამ არსებობს ერთი კითხვა. რა ძალა შეიძლება იყოს საკმარისი, რომ თითქმის მთელი ამ ციური სხეულის ქერქი გაიბზაროს? ეს არც ასტეროიდია და არც ვულკანი ჩვეულებრივი გაგებით. პლანეტარული მეცნიერების თქმით, პასუხი შეიძლება თავად ჩარონის შიგნიდან მოდიოდეს. როცა პლუტოს სისტემა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მას შიგნით მეტი სითბო ჰქონდა დაგროვილი. მისი ფორმირების შემდეგ შესაძლებელია, რომ ბუნებრივად არსებული რადიოაქტიური ელემენტებიც მონაწილეობდნენ მთვარის ქვისებრ ნაწილში. დროის განმავლობაში ეს სითბო შესაძლოა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ზედაპირის ქვეშ დამალული ყინულის ზოგიერთი ფენა გადამტარიყო. თუ ეს მოდელი სწორია, ერთ დროს შეიძლება ჩარონზე არსებობდა ფართო ოკეანე, რომელიც
სპის სქელ-ყინულის გარსქვეშ იყო დაფარული. ეს არ იყო ზედაპირზე ხილული ოკეანე, არამედ საიდუმლო ოკეანე, რომელიც სიღრმეში იყო დამალული. მაგრამ როცა მთვარე მილიონობით წლის განმავლობაში ცივდებოდა, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა. წყალი, რომელიც ადრე თხევადი იყო, თანდათან იყინებოდა. და აქ მოხდა წყლის ერთი უცნაური თვისება. განსხვავებით სხვა მასალებისგან, წყალი იყინება და მისი მოცულობა იზრდება. როდესაც ყინული ქარონის ქერქის ქვეშ უფრო და უფრო მრავლდებოდა, თითქოს ნელ-ნელა გარეთ აძვრენდა მთელ ზედაპირს. ნელ-ნელა იჭიმებოდა ქერქი. თანდათან იზრდებოდა წნევა. სანამ არ დადგა მომენტი, როცა ქერქმა ვეღარ გაუძლო ქვემოდან ამომავალ ძალას. და შემდეგ ზედაპირი გაიბზარა. გიგანტური ბზარები და კანიონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, შესაძლოა იმ პროცესის მუდმივი კვალი იყოს. ეს გავს სამყაროს, რომელიც ნელ-ნელა შიგნიდან გაბერილა, სანამ საბოლოოდ ზედაპირზე დიდი ჭრილობები არ გაუჩნდა. მაშინაც კი უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ეს მტკიცებულებები დღემდე ნათლად არის შემორჩენილი. განსხვავებით დედამიწისგან, სადაც წვიმა, ქარი, ოკეანეები და აქტიური გეოლოგია ლანდშაფტს ცვლის, შაროზე თითქმის არ არსებობს ასეთი პროცესები. მას არ აქვს სქელი ატმოსფერო, რომელიც ძველ ნაკვალევს წაშლიდა. ამიტომ რასაც დღეს ვხედავთ, თითქოს უზარმაზარი დროის კაფსულაა შორეული წარსულიდან. მაგრამ მთვარის ყველა ნაწილი ერთნაირ ისტორიას არ გვიყვება. სინამდვილეში New Horizons-მა აღმოაჩინა, რომ თითქოს ორი განსხვავებული სამყარო იმალება ერთი და იმავე მთვარის შიგნით. ჩრდილოეთ ნაწილში ჩანს უძველესი, ის მშვიდია სავსე კრატერებით, ბზარებით და გეოლოგიური აქტივობის ძველი კვალით. ის გამოიყურება ძველი, უხეში და სავსე ისტორიით. ამ დროს, როდესაც სამხრეთ ნაწილს მიუახლოვდებით, პეიზაჟი უცებ იცვლება. ზედაპირი უფრო გლუვია, ნაკლები კრატერია და თითქოს უფრო ახალგაზრდაა ვიდრე სხვა რეგიონები. მეცნიერებისთვის ეს დიდი მინიშნებაა, რომ აქ რაღაცა უჩვეულო მოხდა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთში უძველესი ბზარები წარმოიქმნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა არის ეგრეთ წოდებული კრიოვულკანიზმი. პირველი შეხედვიდან ეს ჩვეულებრივი ვულკანი გეგონება. მაგრამ ისეთ ცივ სამყაროში, როგორიცაა ჩარონი, ქვემოდან გამოდინებული არ არის გადნარი ქვა. ამის ნაცვლად შიგნიდან შეიძლება ამოსულიყო წყლის, ყინულის და სხვა ქიმიური ნივთიერებების ნაზავი. როდესაც უძველესი მიწისქვეშა ოკეანე იყინება, ქერქის ქვეშ წნევა იზრდება. როდესაც ბზარები წარმოიქმნება, შეიძლება მასალები აიძულონ ამოვიდნენ ზედაპირს. დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გაყინულმა ნაკადებმა სამხრეთ ნახევარსფეროს დიდი ნაწილი დაფაროს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს რეგიონი უფრო გლუვი და ახალგაზრდა ჩანს ვიდრე ჩრდილოეთი. ამ ველზე ასევე რამდენიმე უცნაური მთაა მიმოპანტული. ზოგიერთი მათგანი თითქოს იზოლირებულია და დგას ვრცელი ველების შუაგულში, თითქოს იქ მათი ადგილი არ იყოს. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ შეიძლება იყოს უძველესი ნაჭრები უფრო ძველი ქერქისა, რომელიც მოწყვეტილია ძლიერი გეოლოგიური აქტივობის პერიოდში. თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია, ისინი შეიძლება გავდნენ გიგანტურ აისბერგებს, რომლებიც ოდესღაც გადაადგილდებოდნენ გაყინულ მასალაზე, სანამ საბოლოოდ არ დარჩნენ თავიანთ ამჟამინდელ ადგილას. New Horizons-დან მიღებული მონაცემების ყოველი ახალი ანალიზით უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ქარონი უბრალოდ პლუტოს გვერდით მყოფი მთვარე არ არის. ეს არის სამყარო, რომელსაც ოდესღაც შიგნით სითბო ჰქონდა, შესაძლოა დაფარული ოკეანეც და ისტორია, რომელიც თავად ნაპრალებში, კლდეებსა და ველებზეა დაწერილი. რასაც დღეს ვხედავთ. მაგრამ ყველა იმ აღმოჩენიდან, რაც New Horizons-მა ქარონზე გააკეთა, ერთი დეტალი იყო, რომელმაც მეცნიერების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მისი ფერი. განსაკუთრებით უცნაური, მუქი წითელი ნაწილი, რომელიც მთვარის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარეობს. თუ კოსმოსიდან დააკვირდებით, ის დიდ ლაქას ჰგავს, რომელიც ყინულზეა გადაფენილი. მისი უცნაური გარეგნობის გამო მას არაოფიციალური სახელი დაარქვეს, სახელად Mordor Makula. New Horizons-ის გუნდის რამდენიმე წევრმა. და დღემდე ეს პლუტოს ხელსისტემაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საიდუმლოდ რჩება. პირველ შეხედვაზე ეს თითქოს უბრალოდ ფერის ცვლილებაა, მაგრამ პლანეტარული მეცნიერებისთვის ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომელიც შეიძლება ახსნას თუ როგორ ახდენს პლუტო გავლენას. და ქარონი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ათასობით კილომეტრია, კვლევების მიხედვით ეს წითელი ფერი სავარაუდოდ წარმოიქმნა რთული ორგანული ნაერთებისგან, რომელსაც ტოლინები ეწოდება. ეს ჩვეულებრივ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მარტივი მოლეკულები, როგორიცაა მეთანი, მზის ულტრაისფერი გამოსხივებისა და კოსმოსში მოძრავი მაღალი ენერგიის ნაწილაკების ზემოქმედების ქვეშ ექცევა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ქიმიური ნივთიერებები მუქ და წითელ მასალად იქცევა. მაგრამ საიდან მოვიდა მეთანი? აქ იწყება ამბის უფრო საინტერესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი ახსნა თავად პლუტოს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ პლუტო პატარაა, მას აქვს თხელი ატმოსფერო, რომელიც შედგება სხვადასხვა აირისგან, მათ შორის მეთანისა და აზოტისგან. ნელ-ნელა პლუტოს ატმოსფეროს ნაწილი კოსმოსში აღწევს. როდესაც ქარონი თავისი პარტნიორის გარშემო ბრუნავს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი გაქცეული მოლეკულა მის გრავიტაციას დაექვემდებაროს. ეს გავს ნელა, მაგრამ უწყვეტად მიმდინარე მასალის გადატანას ერთი სამყაროდან მეორეში. როდესაც ჩარონის ჩრდილოეთ ნაწილში გრძელი პოლარული ზამთარი დგება, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. იქ გარემო იმდენად ცივია, რომ მეთანი პირდაპირ შეიძლება გაიყინოს ზედაპირზე. ბნელის ძალიან გრძელი პერიოდის შემდეგ ეს რეგიონი კვლავ მზის შუქს იხილავს. და როდესაც ეს მოხდება, დაიწყება მეთანის ნელი გარდაქმნა ულტრაისფერი გამოსხივების გამო. მილიონიდან მილიარდობით წლის განმავლობაში შესაძლოა ჩამოყალიბდა სქელი ფენა წითელი მასალისა, რომელსაც დღეს ვხედავთ. თუ ეს თეორია სწორია, ეს ნიშნავს, რომ თავად პლუტო ნელ-ნელა აძლევს ფერს ჩარონის ჩრდილოეთ ნაწილს. ეს არის იშვიათი მაგალითი, ორი სამყაროსი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ. მაგრამ ყველა მეცნიერი არ არის დარწმუნებული, რომ პლუტო არის მეთანის თვარო. არსებობს კიდევ ერთი ახსნა, რომელსაც ასევე განაგრძობენ შესწავლას. შესაძლებელია, რომ მეთანი თავად ქარონის შიგნიდან მოდის. თუ მართლა არსებობდა უძველესი მიწისქვეშა ოკეანე და დიდი კრიოვულკანური ამოფრქვევები წარსულში, შესაძლებელია, რომ გაზები მის სიღრმიდან გამოვიდა. მათ შორისაა მეთანი და სხვა ნაერთები, რომლებიც შეიძლება ზედაპირზე ამოვიდნენ. დროის განმავლობაში ეს გაზები შეიძლება დაგროვებულიყო მთვარის ყველაზე ცივ ნაწილებში, პოლუსებს. და როგორც პირველ თეორიაში, მზის ულტრაისფერი გამოსხივება შეიძლება იყოს პასუხისგებელი იმ წითელი მასალის წარმოქმნაზე, რომელსაც დღეს ვხედავთ. ამჟამად ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი პასუხი ორიდან, რომელი ახსნაა სწორი. ასევე შესაძლებელია, რომ ორივეში იყოს სიმართლის ნაწილი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მისი წარმოშობა, აშკარაა, რომ ჩარონის ჩრდილოეთ ნაწილზე არსებული წითელი ნიშანი უბრალოდ ბუნების დეკორაცია არ არის. ეს არის კვალი იმ პროცესებისა, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. და ეს ასევე შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმაა პლუტოსა და ჩარონის კავშირი. ამ მთვარის შესწავლისას მეცნიერებმა არა მხოლოდ ჩარონი გაიცნეს უკეთ, არამედ პლუტოც უფრო კარგად გაიგეს. სინამდვილეში, რომ ჩარონი არ აღმოეჩინათ, პლუტოს ნამდვილი ზომა, მასა და თვისებები შესაძლოა კიდევ უფრო დიდხანს დარჩენილი იყოს საიდუმლოდ. ჩარონის ორბიტამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა ასტრონომებს, რაც დაეხმარა მათ სწორად შეესწავლოთ ეს სისტემა. მის ზედაპირზე არსებული ბზარები მიუთითებს შესაძლო უძველეს ოკეანეზე. მისი ველები კი კრიოვულკანური აქტივობის მტკიცებულებას წარმოადგენს. და ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული წითელი რეგიონი ახალ კითხვებს აჩენს ორი სამყაროს შორის მასალის გადაადგილების შესახებ. მოკლედ რა ვთქვათ, პლუტოს ისტორია არასოდეს იქნება სრულყოფილი შარონის გარეშე. ბევრი წლის განმავლობაში კაცობრიობას ეგონა, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მთვარე იყო, რომელიც პატარა ჯუჯა პლანეტას უვლიდა გარშემო. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებმა აჩვენა, რომ მათი ურთიერთობა ბევრად განსაკუთრებულია ვიდრე ადრე ეგონათ. ორი განსხვავებული სამყარო, ორი სხეული, რომლებიც მზის სისტემის ერთსა და იმავე რეგიონში წარმოიშვა. და ორი ისტორია, რომელიც ერთად დაწერა გრავიტაციამ, ყინულმა, სითბომ და დროამ. ერთი პატარა ამობუცულობიდან, რომელიც ძველ ფოტოზე თითქმის დეფექტად მიიჩნიეს, გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პლანეტარული სისტემა, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა. და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ ამბავით. ზოგჯერ მეცნიერებაში ყველაზე დიდი აღმოჩენები დაგეგმილი ძიებით არ იწყება. ისინი იწყება რაღაცით, რაც თითქმის შეუმჩნეველია, პატარა დეტალით, უცნაური დაკვირვებით და ერთი ადამიანით, რომელიც მზად არის კითხოს რატო.